მიკროფონი. მინდა? მოგესალმებით, პირველ რიგში. ამბობთ, რომ სამეთია და ამბობ, რომ განსაკუთრებული ადამიანების ხვედრია, რომ ფიზიკური არარსებობის შემთხვევაშიც თავის გარშემო შემოიკრიბონ ადამიანები და უდიდესი სიყვარულით გააერთიანონ ისინი. გოდერძი ჩემთვის პირადად რჩეულთა შორის რჩეულია და ეს ჩვენი ერთად ყოფნა სწორედ იმ დიდი სიყვარულის ბრალია, რასაც თქვენ განვიცდით გოდერძის მიმართ და რა სიყვარულით დაგვიტოვა გოდერძი. მადლობა მინდა მოგახსენოთ თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის, რომ შეწუხდით ეს ყველაფერი პრობლემაა, მაგრამ ძალიან მიხარია ამდენი სახეების დანახვა. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც გამონახა დრო და წინა პერიოდის მანძილზე დამეხმარალი ამ წიგნის შექმნაში. მადლობა მინდა ვუთხრა გოდერძის ულამაზეს ოჯახს, ნინოს, ჩემს ნინოს, რომელიც ყოველ წუთს, ყოველდღე ჩემს გვერდით არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით ნიკას მოულოდნელი ტრავმის შესახებ, რაც გასულ წელს მოხდა. დღეს ნიკა და ლუკა საქართველოში არ არიან, ნიკას რეაბილიტაციო კურსს გადის ყირიმში და მე მინდა რომ ყველამ ილოცოთ და უსურვოთ ნიკას თავისი ფეხით დაბრუნებული იყოს საკუთარ სახლში და საკუთარ სამშობლოში. ძალიან მღერა მაპატიეთ, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, რომ ეს არ არის პირველი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემი უსაყვარლესი ადამიანები არიან, მაინც ველავ, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა ილაპარაკო, დაწერო ადამიანზე, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს შემოქმედად მოიაზრება. მინდა დღეს ამ დარბაზში არიან ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები. და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მოგეხსენებათ გოდერძის მოთხრობებიდან რამდენიმეა მხოლოდ შესული სასკოლო სახელმძღვანელოებში და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავის თავზე აიღეს ყველა, რომ წააკითხონ, ასწავლონ გოდერძის ნაწარმოებები და ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მათ გაცნობიერებული აქვს, რომ გოდერძის შემოქმედებასთან ერთად უდიდეს ქრისტიანულ სათნოებებს ასწავლიან ამ ბავშვებს, სიყვარულს ასწავლიან, უფლის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს, მიმდევრობას ასწავლიან. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, პედაგოგებო, მადლობა რომ მობრძანდით დღეს. ამ დარბაზში ჩვენი საზოგადოების ასაჩინო წარმომადგენლები ბრძანდებიან დღეს და მე მოგვიანებით საერთოდ ვთხოვთ თითოეულ მათგანს, რომ გოდერძის შესახებ ვისაუბროთ. რაღაცა ეს წიგნის წარდგენა ყოველთვის ისე ხდება, რომ არ წაკითხული წიგნის ავტორს აქებენ, არის ეთიკებამდე და მე მინდა რომ უბრალოდ ისევ გოდერძის შესახებ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი სამყარო, რაც კი შეიძლება არსებობდეს, ჩემთვის პირადად ეს არის. იცით რა, ნაწილიანი, როდესაც დაიბეჭდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს წიგნი ჩემი არ იყო. მე არ შემიქმნია. და მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორი განცდა იყო, იმიტომ რომ ნაწილიანიც და დადების შემგროვებელიც შექმნა თვითონმა იმ ადამიანმა, ვისაც მე შევხვდი ამ წლების მანძილზე, ვინც ჩავწერე, ვინც უდიდესი სიყვარულით ისაუბრა გოდერძიზე, მის ცხოვრებაზე, მის ოჯახზე, მის შემოქმედებაზე. აი, საოცარი მომენტებია. აი, ხა დავინახე დარბაზში თუ არ ვხდები შემოგზავნა გოდერძის ბავშვობის მეგობარი, ბიძაშვილი, კლასელი, ქალბატონი, რომელიც გუდამაყრიდან ჩამოგზავნა. მე ვთხოვ მოგვიანებით მას ისეთ საინტერესო ამბები მიაღო გოდერძის ბავშვობის შესახებ და უბრალოდ ვისაუბროთ გოდერძის შესახებ. ერთსაც დავამატებ და
ბატონო მირანარის გადაცემის სიტყვას. მიკერძოებაში ჩამოვიდით, მაგრამ ეს ციგნი ეძღვნება ერთ პატარა ბიჭს, რომელმაც ზუსტად 2 წლის წინ 2015 წლის 25 მაისს დაჰყობა. ეს ის დღე იყო, როდესაც აი ამ ციგნის მასალებზე დავამთავრე მუშაობა. უცნაურია, მაგრამ ამ პატარა ბიჭსა და გოდერძის შორის რაღაც უცნაური კავშირები იყო, ადრიდან ძალიან პატარა რომ იყო. დეგი მამალაძეზე ვსაუბრობ. 6-7 წლის ბების ვანახე გოდერძის აღდგომა. მოგეცემებათ, იქ არც ერთი პერსონაჟი არ ჩანს, არაფერი არ არის და აი ეს ბოლო კადრი არაბელების მოსაძებნად რომ მიდის გოდერძი წამისის ველზე, იქ მხოლოდ ცხენების ფლოფების ხმა ისმის, ხმლების ჩახუმი, ბრძოლის ყიჟინა და მაინც ალბათ იმხელა ემოცია გამოიწვია ბავშვი, იმხელა ფანტაზია ფილმის დამთავრების შემდეგ მოთხოვა ფურცელი და კალამი და დახატა კრწანისის ბრძოლა, რომელზეც არასოდეს არავის არ მოუყოლია, მხოლოდ ხმების მიხედვით. ეს ციგნი ეძღვნება ძალიან ნიჭიერ, ძალიან ლამაზ ბიჭს, გაბრიელ ბეგი მამალაძეს და რა თქმა უნდა გოდერძს. ბატონო მირან. ხო. ამ ციგნში ბატონი ამირანის 2 წერილია შესული და მისთვის დამახასიათებელი ულამაზესი ხატოვანი ისე აღწერს ბატონი ამირანი როგორ მოაჭენებდა ნაყაიჩოს ველზე გოდერძი 300 ცხენით შემდგარ რემას ეთეროს უნდა მივართავო დაირეკა ეს ამდენი ცხენები და მოაჭენებდა ბატონი ამირანი მოგიყვება უკეთესად. მოგესალმებით ყველას ევიდით მეწოდებებული იმიტომ რომ ჩვენ ულმობელი ფაქტის წინაშე ვდგავართ გოდერძის ჩოხების სახით ჩვენგან წავიდა უზარმაზარი ენერგია ძალიან დიდი სიტყვა და სიკეთე ის თავისი ამბიური არსებობით ალალაზებდა აშინაარსიანებდა ამბდებდა ყოველ დღეს და ღამეს მასთან ურთიერთობა აბილის იყო და წინელიც ერთდროულად, იმიტომ რომ ის არ იყო ჩვეულებრივი, გიგითი წევრი ჩვენი საზოგადოების გიგითი ადამიანი. ის იყო გამგებისგან დაჯილდოებული და ალბათ დასჯილით ისეთი ნიჭით, რომელიც ხანდახან ეტარების მწვერვალებზე აიყვანდა, მწვერვალებს მოახერხებინებდა და ხანდახან კიდევ სასოწარკვეთილების და უიმედობის უშროლში აგდებდა. ეს ჩანს მის ნაწერებში, ეს ჩანს მის სახის მეტყველებაში და თუნდაც საკითხი, რომელიც მარადიულია კაცობრიობისთვის ყოფნა სიკრით სიცოცხლე, აი აქ არის გოდერძის კონცეფცია შეიძლება დავახატოთ ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი, ჩამოყალიბებული, არც არაფერი დაემატება და არც არაფერი გამოაკვდება. ფორმულირებულია ზუსტად ეს ყველაფერი და საოცარი არის ის, როგორ ხვდებოდა წინასწარ მეტყველებს საკუთარ მომავალს. ეს ძალიან ბევრად ჩანს. ეს ჩანს ლექსებში, მინიატურებში, ნოველებში, მოთხრობებში, რომანებში და თითქოს ხვდებოდა წინასწარ და ალბათ განგებავად საერთოდ გამოვარჩია და წაიყვანა. მე მენანება ის ფილმები, რომლებიც ვერ დაამთავრა. მენანება ის კადრები, რომლებიც გადაიღო ჩემ სოფელში ჯუთაში, წლის თავი იყო ჩემი ახლობლის და მაშინ საგანგებოდ შევკრიბეთ საუკეთესო ცხენები დოგისთვის და ყველა ფედარი იყო ფედარში გამოსკობილი და ეს კადრები გადავიდა დაიკარგა, გაქრა უყვალო. მე მენანება დაწყებული და დაუმთავრებელი მისი ნოველები და რომანები. და ნაწილია ხელნაწერებისა ჩვენთან ინახება დიდი საქაღალდი არის და შეიძლება რაღაც გამოუქვეყნებელი წარმოჩნდეს მე ჯერ კიდევ ვერ მომიცადე. თავადია გოდერძი ჩოხები ჩვენთან არის თავისი სულით, თავისი არსებით, თავისი შეგნებით, თავისი ნიჭით და დიდად მნიშვნელოვანია ისიც თქვი რომ აი თქვათ ახლა ჩემს მაგიდაზე დევს თელავის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებლის შესანიშნავი ნაშრომი, რომელშიც გამოკვლეული არის გოდერძის ხატული შემოქმედების სოფლმხედველობის საკითხები. ასევე თხოვეს და შევადგინე მინიატურების და ლექსების სასაჩუქრ კრებულები, პატარა მინიატურული გამოცემა, რომელიც ალბათ 2 საათში გამოვიდა ეგეც ხელმისაწვდომი გახდება. ასე რომ ეს ციგნის დასტურია იმისა, რომ გოდერძი ჩოხელი ცოცხლობს და ამისათვის
გურმეს მადლობას მოვასწრებ ქალბატონ ნინოს, ვინც ამდენი ხანი, ამდენი წელია დიდი მომდევნობით, დიდი რუდუნებით, დიდი სიყვარულით თავდაუჟუღავად კრებს, მასალებს, დაკითხავს ავტორებს, ალბათ აჩუქებს კიდევ სტანდარტს, თუმცა შეიძლება არ არის. და ესეთი მომენტი უნდა იყოს, რომ ასეთი კარგი შედეგი მიიღო, ასე რომ გილოცავთ ახალი ციკლის დაბადებას. დიდი მადლობა. ქალბატონ ეთეროს მინდა ვთქო, ბატონმა ამირიანმა ეთერო გოდერძიმ არა მარტო ჩვეულებრივი ცხოვრება, შემოქმედებითი ცხოვრებაც ერთად გაიეს. გოდერძი მათი სამი შვილის ნათლია, სამივე შვილის ნათლია და აი ესეთი კავშირები აქვს. დიდი მადლობა მოგესალმებით. ის კი იყო სევდების შემგროვებელი, მაგრამ წინააღმდეგი იყო სევდიანი სამაზრობის და სევდიანი ურთიერთობების. ამ წიგნში ნინოს წინდაძე მართლაც მადლობას, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი წუთები გამახსენა იმ ფოტო, რომელიც მოხვედრიდა ამ წიგნში. მე ნამდვილად არ ვიცოდი, ახლა აიწევანი ჩავიხედე ერთ წამი, როგორ შედგა ეს წიგნში, რა შევიდა, მე არ ვიცოდი ჩემი გასამართლებლად. აქ მე და გოდერძი ვართ. ამირანის გადაღებული ფოტოა დანოში, ეს არის 1980 წელი ზაფხული. ამირანი და გოდერძი არიან პირველად თუშეთში. და მე და ამირანი ვართ 24 წლისები და ისმით, რომ ჩვენზე უფროსია 2 წელი. და მიხომ უფრო ბრძენი და ჭკვიანი. და როცა ამოვიდნენ დანოში, მახსოვს, რომ ჩემი პაპის ერთი კვირით წინ ობობის ქსელებს ჩამოხსნილი ესეთი აიუნიანი სახლი, დედამ მოგვიმზადა სტუმრებს, ასე ვთქვათ, და არის საცინებლები ჩალაგებული ამ ძველ თუშურ აივანზე. და ჩვენ მთელი დღე, რა თქმა უნდა, კიდე შუბანს ეძახიან, შუ ადგილას დგას კიდე ჩვენი სახლი და იქ გავატარეთ მთელი ის დღე ვამებით და ეხლა უკვე უნდა წავიდეთ დასაძინებლად. არის ულამაზესი მთვარიანი ღამე, გაკაშკაშებული ცა, ძალიან გარიანი ვარსკვლავებით გაჭაჭედილი და თუშეთში ძალიან ახლოს არის ხოლმე ცა და ვარსკვლავები. აი ერთი ხელის გაწოდებაზე. და გოდერძიმ ერთი სამჯერ უკვე მოასწრო თავის არტყმა თუშური კარებისთვის, ესეთი გადახვეული დაბალი შესასვლელი მთავარი კარი ყველა თუშურ სახლს აქვს ძალიან დაბალი, ისე რომ დაუეჭვლა დახარო თავი, რა სიმაღლესაც არ უნდა იყო. ყოველ შემთხვევაში შუა ტანის ადამიანმაც უნდა დახაროს და შეექმნეს და ამას ავიცდებოდა და პირდაპირ შეექმნებოდა მიაჯახებდა, ეს რა არის, რამე სახე და მე მეუბნებოდი, რომ ჯერ ისწავლეთ თუშეთში როგორ უნდა მოიქცეთო, ეგრე ვინ შეგიშვებს თუშურ სახლში თავაღერებს კი მოიხარე, თავი დახარე და ეს თურსმეთი და ეს რა თქმა უნდა მართლა ძალიან ბედნიერები ვიყავით. აქ არის ფოტო, სადაც მთელი გულით ვიცი იქნება გოდერძი და მაგ დროს ჩვენ არ ვიცით და ჯერ კიდევ არ ვიცით. რას გამოგვატარებს ცხოვრება, როგორ ვასწავლეს დარგი, როგორ ვაკრეფინებს მეორე და მე ძალიან ბევრ სევდიან დღეებსაც და ძალიან დიდი ბედნიერებასაც იმავდროულად, მაგრამ მაგ ფოტოში ჩვენ ჯერ დარგი არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რაღაც გაზრდილი არც არის და არც მაინც რაღაცა საფოფინო ოჯახებში ჩვენც არ ვართ დაზრდილი და იქ ყავს პატარები, რომელსაც დღესაც არ ცნობენ ისინი. ხო და იმას ვამბობდი, რომ ჩვენ გადავინაცვლეთ დასაძინებლად და აღმოჩნდა, რომ ამ 1-3-5 დღეში იქ ბებერას ეძახიან თუშები, ობობას ეძახიან ბებერას და ბებერას ქსლებს ეძახიან ობობას ქსელებს და ამ მთვარიან ღამეში რომ ავედით აივანზე, აი ესია გადაღმული ეს ობობას ქსელები
სავსეა მთელი აივანი და არის ულამაზესი, აი ესე მკრკალად, ოდნავ მიაღია და ამ ობობას ქსელებს არიდებს და ვაიმე დედა შეწევდა, ეხალეს დამწადეთო ცოცხს ავიღებდა. მე უნდა ჩამოვგავო, რა თქმა უნდა, რომ შევიდეთ ოთახიდან და წინ ესე იგი სითბოს გამო კიდე დაიქცევა და აუ მე დაგადერძინე Самому давший за да квеш гаузле, да исе шевидет ჩვენ ოთახებში და ამ ობობების ქსელებს ესე დავწერდა ივანის ქვეშ გაუძვერი და დედა საყოველთაო რა შურებითო მეორე დღესაც უთხრა რა სირცხვილია ეგეთ ობობებიან ქსელიან აივანზე რო ახედითო მაგრამ ჩვენ ამით ვაიმე არ ვიცი თელი გამებით ვიცინოდით აქცადღაც არ ვიცით, არიელის მაგვარი ვიღაც უნარხე და არის რა თუ მომეჩვენა აღარ ვიცი. აბასა, იმალება მე მაშინეთ ხოლმე და იმალება და აი ტარიელი დამემოწმება ჩვენ კონდეს ქალაქში ავიან და გოდერძის საერთოდაც ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და დიდხანს იყო გოდერძის სამოსი ჩვენთან დარჩენილი და სულ ეუბნებოდი კაცო ჩვენი ვერ დაგვიტევია დახკარგე ბალო ამ სახლიდან შენი რაღაცებიო და იქიდან ძალიან საინტერესო ხელნაწერები დარჩა ესე რომ დაყარა და დარჩა ეხლა ოქროს სპასი აქ და ვინახავთ და ვეპერებით და ვერვიდუნებით და არ ვიცი რა გამოვა მაგრამ ჩვენ ცოტათი დავთქვამ საიდუმლოს რომ გვინდა რომ ხელნაწერად გამოვცეთ ის რაც არის პირდაპირ ავიღოთ და როგორიც არის ისე გამოვცეთ და არ ვიცი კიდე რას მოვიფიქრეთ ცოტა ბევრი დრო წაგვაქვს მაგრამ არც ცოტა მოქმედებული ხო და ტარიელი დამე თანხმება რომ იმ სტუქალაქის ოთახში ერთი ოთახი გაყოფილი ჰქონდა დეკორატიული სქელი ფარდით და მეორე ოთახად იყო ფარდის იქით ოთახი და ამათ ხშირად ეძინა მეორე ოთახში ჩვენ მეორე ოთახში ფარდის იქით და ჩვენ არ გვეძინეთ რომ მთელი ღამე რა გვაცინებდა ხან შეიძლება ნახევრად მშვიდებიც ვიყავით ესე ვათენებით ვიყავით ბედნიერები და იმდენი რამეა მოსაგონარი მე არ მინდა რომ იმ დარდებზე ვილაპარაკობდნენ რომელიც კიდე განგება მე ხლა მოავლინა და კიდე ნიკაზე ამ ხელა განსაცდელია და გულში გრძნობ რომ ყველაფერი უკან დარჩება ეგ ვიცი მაგას გრძნობ ძალიან ზუსტად და ვილოცებ ყველა მიკასთვის და ის იქნება ბედნიერი ეგ გაიგეთ Madre. Sabramos წმინდა ილია მარკლის ტაძრის წინამძღვარს მამა ტარიელს მინავთხოვ და მადლობა ვუთხრა რომ გამონახა დრო შემხვდა ვისაუბრებ ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა და მისი წერილი შესული არის ამ წიგნში და კიდევ ერთი მადლობა რომ დღეს შეძენით და მოგზავნით მამა.
ღმერთთან, ერთმანეთთან ჩვენ იქ მონასტერში ვეცოდოთ ძალიან ბევრი ვესწავლოდით გოდერძის სიტყვით და არა მარტო სიტყვით, მისი ქცევით, მისი უნარჩვევებით. არის არგოს ნევროლოგიის რა უნდა თქვა ესეთი გოდერძის ბევრი რამ ვისაუბრა მე შეგნით მართა გარეთ ვერ გავუმაკ ეს რაც გოდერძისგან მაქვს ნასწავლდა ნახე მე თვითონ დავივლოცოს გოდერძი არც მონაბული გავა პერიოდი ბევრი ჩვენთაგანისთვის მათემატიკა არ არის კანონიზირებული შადავების თავები არ არის კანონიზირებული ვაჟებს შავება და დაგებად რომ შეიძლება ჩვენც მოვასწროთ მაგრამ აუცილებლად ამ რიგებში იქნება გოდერძი ჩოხერიც ერთმანეთს დავროცოს დარწმუნებული ვარ იქედა გლოცავს თითოეულ ჩვენთაგანს მის ოჯახს ერთს ლოცავს გოდერძი და ერთმანეთს დავროცული არ ყოფილს და მისი ლოცვა შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს დავროცოთ ერთმანეთს დიდი მადლობა იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ განსაკუთრებული სულიერების ადამიანები ზოგჯერ უსიტყვოდ ყოველგვარი ზედმეტი ფრაზების გარეშე უგებენ ერთმანეთს. ხედავენ თავიანთ საოცარ სამყაროებს და ეს კავშირი, რაც ასეთ გამორჩეულ ადამიანებს ახასიათებთ, ფიზიკური არარსებობის შემთხვევაშიც კი არ წყდება ხოლმე. მიღბლიანი ხალხი ვართ ქართველები. იმიტომ რომ უფალი გვაჯილდოვებს ისეთი ადამიანებით, ვინც მარტო თავიანთი შემოქმედებით და თავიანთი ხელოვნებით კი არა, თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი არსებობით, თავიანთი ნამუსიანი კაცობით ბზრდიან და გვილამაზებენ სიცოცხლეს. ადამიანი, რომელსაც ახლა მე მინდა ვთხოვო, რომ მობრძანდეს სცენაზე, თან საქართველოს უყვარს. თანამედროვე ქართული პოეზიის სინდის ნამუს ბატონ დარიო ხარხელაურს მინდა ვთხოვო. ბატონი დარიელის ძალიან საინტერესო წერილიც არის შესული ამ წიგნში დარდების შემგროვებელი. ბრძანეთ მოძღვარ. არაბოდეს მოიარე ჯერმელი მოქონდა. პირველებში ყველა მოქონდა რომ ყველა წყალი ყველა წყალი. და ბურს მერე სამყაროულად გამოაჩენდა ხოლმე ხოლმე. ხო. რაც შეიძლება ცნობილი Dindarul ai rogat și tani za uspeh care organizează se presa Catolul Sfântatus. Centrul de Gădătă Cehării are numai fizicul ცხოვრებით საინტერესო. Centrul de Gădătă Cehării საინტერესო და განსხვავებული და გამორჩეული თალის შემოქმედება. Centrul de Gădătă Cehării შესაძლებელი გახადა წითელი რომელზეც მანების ზოგადად ხმარობდა განსაკუთრებით დასამაგერებლად ხმარობდა ეკონომიკურ პროგრამებია ან რაღაც გვერდიდან გადაგვავსი ეკონომიკურ ჩავდებით ამ სახეს აი მაგალითად ადამიანის სევდა კონვარსოდეს ასეთი კულტურა განსხვავებული უცებრად გოდერჩაკმოიაც ახლა შესაძლებელი სევდა არ გახადა საშინელება სევდა აი უიმედობაში გადასაღებად კი არ გაგიხადა. სადაც დაგიხადა იმიტომ რომ შენ უფრო ძლიერად იყო. უფრო თავამად მიყვრით, თავამად მარტო ყალა. ასია ახლა როცა ერთად გადაგავთ ჩვენ ერთხელ თქვი რომ გოდერძი ჩოხერის მეგობრები არც ერთია უყოფილო. ყველანი ვიყავით პერსონაჟები. გოდერძი ჩოხერისთვის. ვინ სადრო ჩნდებოდით იქ იმათის მოგაჩენდა, არა ჩენდები. ასია ხო. ახლა როდესაც თორცა კითხულობ გოდერძი ჩოხერს ძალიან უფრო ახალგაზრდები გასაგონებია მითქვა. ნურავისთან მიეძებენ ანალოგს გოდერძი ჩოხერისთვის. გოდერძი ჩოხერ, კარგად გოდერძი ჩოხერსაც და იმ ავტორსაც, რომელთანაც გოდერძი ჩოხერს
ეს თქვენთვის გაიოლება, გზა გაიოლოთ, რომ გოდედი ჩოხელი გაგესახა. აი როგორც კი გაგესახებათ გოდედი ჩოხელი, მე რამდენი წელი დაიაროთ იმის გარშემო ვეღარ ჩახვდეთ მე შემოქმედება. გოდედი ჩოხელი სრულად განსხვავებული მცენარე და სრულად გამორჩეული თავისი აზროვნებით. ისე რომ არ არის სამყაროს, და სამყაროში. თვითონ სამყაროში არის არის. დიდი მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ისეთი დიდი მეცნიერის ქართული ენის მართლაც ხომაგის ოჯახში მოხვედრა, როგორც არის აკაკი შანიძის ოჯახი. 2 წლის წინ ვესტუმრეთ ქალბატონ მზიქალა შანიძეს. ფიქრობ ამ დარბაზში არის ახალგაზრდა რეჟისორი თიკო ბეკოშვილი, რომელიც სადიპლომო ნამუშევარს იღებდა გოდერძი ჩოხელზე და ჩავწერეთ ქალბატონ მზიქალა 2-3 წლის წინ მე ვესაუბრე მას და თხოვე თუ შეძლებდა რომ მობრძანებულიყო, მაგრამ არ არის კარგად სახსრები მოვეკითხებთ და თორემ არც თქვენი მანქანა მინდაო, ისე მიყვარს გოდერძი, ჩემი ფეხით მოვიდოდი, მაგრამ დღეს გამოვიდი საავადმყოფოდან და არ შემიძლიაო. ამიტომ მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ პატარა ვიდეო ჩანაწერი საკმაოდ ვრცელი მასალიდან, მასალა მთლიანად შევიდა წიგნში, რაც ისაუბრა ქალბატონმა ზექალამ და თქვენ შეძლებთ მის გაცნობას. როცა კი შეხვედრივარ ძალიან უჩვეულო კაცის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ამ კაცმა, რომელიც გარეგნულად თითქოს არაფრით არ განსხვავდებოდა სხვებისაგან. აი შიგნიდან მოდიოდა ის რაღაცა უჩვეულობა და სხვანაირობა. ზედმეტი სიტყვა, ხმამაღალი, ყვირალა ფრაზები არასდროს გოდერძის პირიდან არ ამოსულა. ამ ჩვენს დროში, როცა ქართულმა სიტყვამ და ქართულმა ენამ ფასი დაკარგა, როდესაც ახალგაზრდა მწერლების ენა ხშირად სამწუხაროდ აი მკვდარ საკანცელერიო ქართულს მოგვაგონებს, სულ სხვანაირად ისმის გოდერძის სიტყვა, სულ სხვანაირად წერს. მარტო იმაზე არ არის საქმე, რომ დიალექტურ სიტყვებს და ზოგჯერ დღევანდელი ახალგაზრდებისათვის სრულიად უცხო სიტყვებს ხმარობს. ყველამ თავისი საკუთარი სტილი უნდა შექმნას, აი რუსთველის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. კითხე ასსა, ხმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს. და იმას საკითხავში ენის თვალსაზრისით მე მგონი ერთ-ერთი გოდერძი ჩოხელიც იყო და იქნება კიდევაც. ვფიქრობ, რომ უნდა იკითხონ ისეთი მწერალი, როგორც არის გოდერძი. მით უმეტეს, რომ ლიტერატურული თვალსაზრისითაც ძალიან კარგი. იქაც აი ამ პატარ-პატარა მოთხრობებში ერთი შეხედვით სულ უბრალო ამბავია ხოლმე მოთხრობილი, მაგრამ რამდენი სითბოა იმაში ჩაქსოვილი, რამდენი იუმორი, თუმცა ჩუმი, არასოდეს რომ ძალად არ ცდილობს, რომ გაგაცინოს, მაგრამ ესე ჩუმ-ჩუმად შემოგაპარებს ხოლმე. სიკეთით არის სავსე გოდერძი ჩოხელის პროზა. რატომ არის, რომ დიდი მწერლის ნაწარმოებს თქვენ ყოველთვის იცნობთ? აი თქვენ შეიძლება გადაშალოთ ილიას ნაწარმოები, აკაკის ნაწარმოები და თუ კარგი ნაკითხი ხართ ერთი მეორეში არ შეგშლებათ არასოდეს
ყველას თავისი აქვს. ასეთივე აქვს გოდერძი ჩოხელს და თქვენ მითხარით, რამდენი გვყავს ჩვენს დღევანდელ მწერლებში აი ასეთი. არა გვყავს. ცოტა გვყავს. აი გოდერძის სტილი, მისი წინადადებების წყობა ისეთია, რომ მაშინვე იცნობ, რომ ეს მისია. აი ეს თუ არა აქვს მწერალს, ის მწერალი არ არის. ფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გოდერძის ჩოხელმა 5 ტომი დაწერა, 1 ტომი დაწერა, თუ იმდენი ტომი დაწერა, რამდენიც ლევ ტოლსტოიმ დაწერა. რამდენიც დაწერა, იმან აქცია გოდერძის ჩოხელი დიდ მწერლად. ბევრი იყო თუ ცოტა. ახლა ვაჟა ისეთი კაცია, რომ ძნელია იმას ვინმე შეადარო, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საერთოდ არ არის საჭირო შედარება. არ შეიძლება ასე თქვა, რომელი უკეთესია ბეთჰოვენი თუ მოცარტი. ყველას თავისი ადგილი აქვს. კი, იმავე ბეთჰოვენის დროს და ილია ჭავჭავაძის დროს ბევრი იყო კომპოზიტორი და მწერალი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს. ეს სხვა ამბავია. აი ის კი არ უნდა თქვა, ეს ამაზე უკეთესია, ანუ არ ესია. უნდა შენ თავს კითხო, რომ აი 50 წელი რო გავა, იმას კიდევ წაიკითხავენ, იმ კომპოზიტორს კიდევ მოусმენენ. ის ვინც დასარჩენი იყო, დარჩა. და მე ვფიქრობ, რომ გოდერძის ჩოხელიც აი ამ დასარჩენ ხალხს მიეკუთვნება. ამდენით ვესაუბრე გოდერძის დას, ელისოს. უნდა ჩამოგზავნებულიყო, თუმცა შეუძლოდ არის და ვერ მოახერხა. და ვთხოვე რაღაც დეტალი არ მახსოვდა და ვთხოვე ხელახლა მოეყოლა ჩემთვის ერთი ისტორია, რომელიც ძალიან მიყვარს. ელისო ჭართალში ცხოვრობს. ხო და ერთხელაც მუნჯიშე ჩვეულებრივ ხო აკითხავდა ხოლმე გოდერძი თავისი დის ოჯახს და ასულა ჭართალში და ელისო სახლთან იქვე ახლოს პატარა მდელოზე მეზობელი კაცები შეკრებილან და სუფრასთან კეიფობენ. დაინახეს გოდერძი გაუხარდა თურმე ძალიან. მობრძანდი გოდერძი მობრძანდია და თამადად დაგვიდექიო შესთავაზეს. დაიწყო გოდერძი თამადობა. გამოიხედა თურმე და ლამაზი ყვითელი ყვავილები ყვაოდა იმავე მდელოზე. აი ყვავილებს გაუმარჯოსო უთქვამს. იტყოდა თავისებურად ძალიან ლამაზად თალყად. გალიეს ყვავილების სადღი გრძელო. ტოტზე შაშვი ჩამოჭდა თურმე რაღაც ჩიტი და აი ჩიტს გაუმარჯოსო რომ დაფრინავსო ცაშიო. გალიეს აზრამ ჩიტის სადღი გრძელო ცამკაცებმა და ზისხივს გაუმარჯოსო მერე უთქვამს და რომელიღაცა ეთყობა უკვე გვარიანად ნასვამი გუდამაყრელი რა არის ამ ჩიტების და ყვავილების სადღი გრძელოს რო გასმა გაუბროდეს და გოდერძის და მოდი ზედა, მოდი. გოდერძის უთქვამს, რომ აი ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. დედამიწაზე თუ კი რამე არსებობსო, ყველაფერში რაღაცა პატარა ბოროტება არისო. არც ამ ყვავილშია ბოროტებაო, არც აი ამ ჩიტშიაო, რაღაც რო დაფრინავს ცაშიო და ეს მზისხილი კიდე ყველას გვათქობს, გვანახებს და თუ რამე უკეთესი გებულებათო, ამ ყვავილზე ლამაზი, ამ ჩიტზე ლაღი და მზის სხივზე უფრო თბილი, თქვენ თქვით და მე მოგისმენთო. დარჩა ბოლომდე თამადა გოდერძი. აი ასე იყო. ხშირად გოდერძის სერვის კაცს ეძახიან, თუმცა არ ვიტყოდი, რომ გოდერძი ესეთი სულ რაღაცა ჩამოშვებული, გარდიანი ესეთი იყო. გოდერძი საკითხავდა მუსიკალაც აღნიშნავდა, ძალიან ესეთი დახვეწილი და ფაქიზი იუმორი ჰქონდა. და საერთოდაც ცხოვრებაში სიცოცხლის სავსე და ხალისიანი ადამიანი იყო.
დარბაზში ბრძანდება ჩვენი დროის ერთ-ერთი უმჯერესი კინორეჟისორი, კოდერის პედაგოგი ბატონი ბუბა ხოტივარი, მეგობარი, ვინც ძალიან დიდი როლი ითამაშა კოდერის როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაში და აქვე არ შემიძლია არ თქვა შეიძლება ხა ბატონმა ბუბამ თვითონ ისაუბროს ამ საკითხის შესახებ. ქალბატონი მარინა გვასალია მომბრძანდა ბატონი ომარ გვასალიას და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა მომბრძანებისთვის. ბატონი ომარი, ბატონი ბუბა უფრო უკეთესად ვეთქვის გოდერძისთვის იყო პედაგოგიც, მეგობარიც, ძმაც და გზამკვლევიც. მაგრამ მოხდა ისე რომ ძალიან ადრე წავიდა ბატონი ომარი ამ ცხოვრებიდან და ძალიან დიდი ტკივილიც დაუტოვა გოდერძის. მოგწადეთ რა ბატონო ბუბა მაპატიეთ რომ გაგაჩერეთ. მაგრამ ერთი რაღაც მინდა გავიქცენო, როდესაც მე ბატონ ბუბას დაურეკე და თხოვე შეხვედრა, ძალიან დიდ ხანს ვისაუბრეთ. თითოეული დეტალი მახსოვს აი ამ საუბრის, სადაც ვიჯექი ბატონი ბუბა როგორ მელაპარაკებოდა და დამშვიდობებისას გამომაცილა რა თქმა უნდა ბატონმა ბუბამ ჩამეხუტა და ესე კარებს ხელი მოკიდა და რა კარგი დღე იყო და მე მივხვდი რომ იმდენად ენატრებოდა გოდერძი და ისე მოიოხა გული მასზე საუბრით. ასე იყო? იცად მეცადეთ ჩემი დიდი მადლობა გმირთ. წიგნი არ წამიგიტანი, მაგრამ უყოში მოიოთხა რომ ეგეთი კარგი წიგნი ჯერ ამაღალი ნათქვამია რომ მე ვიყავი ოფიციალურად კი ვიყავი პედაგოგი, მაგრამ მისი პედაგოგი იყო პროგრამის აი მაგალითად ერთი შემთხვევა bolshevikების დროა და სადიღო მობილურები მაშინ დამიერება და გოდერძი მას 15 წუთში იქნება ჩამოვა მას რომ მეუბნებოდა ესე იგი ვერ არის ხასიათი ხოიჩო ჩამოვედი მოვიდა დავჯექი არც გამარჯვება არაფერი დაქო გამანქანა წავიდა რა ხდება გოდერძი რა ხდება ამანებდა ამიწები წავიდა დედამის თავის ახალისკენ რაღაცა პრობლემა ხო არა სახში ჩუმად მოსალებს გაცდა დებომს წავიდა იქით ცხეთის დედა ვერ არის კარგად შავ ნინას ვეძახდით ფილმში გაარქვა შავი ნინა თუ გასვათ როგორც რომ დამაშავდა კარგად მე ვთქვი შავი არა მე პასანაურში მარჯი წავიდა ზემოთ და სადღაც გააჩერდა გუში ერთი კაცი მოვიდა ჩემთან ხოიცი ჩემთან მოდიან მე ვერავ ჩემთან მოვიდა ერთი კაცი რომელსაც ყველაფერი ჯერა კაცო ყველაფერი ჯერა კაცმა არ იცის რომ არსებობს ტყუნი და სახელი დავარქვი კარგი სახელი იქნება ლიდეო და პატინა მე ხერას ყველაფერი ჯერა აი ეგეთი უნიკალური არანორმალური რაღაცა მოვლენა რასაც ეუბნები ჯერა მე უთხარი რა ვარ უთხარო მოგდა დაიჯერებს დაგასწარი ეგეც მოვიდა ვიღაცა ეუბნება რომ მოგდიო და ის დაიჯერებს რომ მოგდა ხომ არ არის ნუ მივხვდი რომ არის გენიალური მიგნება და მე ვთქვი ამაზე უნდა გააკეთო ფილმი. გამიჭირდება, იმიტომ რომ მე ბევრი რამის არ ამჭირა. ეგეთი უნდა გავხდე ყველაფერი დავიჭირო.
აქ ამისთვის წამოვიყვანე იცი რა იყო ოღონდ წინა დღით ჩვენმა დინამომ მაგრა წააგო ვერაცას გოდერძი იყო პროპოზის ძალიან მოყვარული თუმცა ბევრს არ ლაპარაკობდა აი მოდიორ აქ ვისვენებ აქ სულ ქართველები არიან ნახეთ რა მითხრა ეს ჩამოსა თავში სადაც კი წავსულობა სადაც გოდერძის საღამო არა იქ რაღაც სხვანაირ განწყობა ძალიან ჩემსახში ძალიან ჩემიანებში იმიტომ რომ აქ სულთა ქართველები ეყოლა გოდერძის სიყვარული არ ნიშნავს რომ შენ მადამაც ქართველი უნდა იმდენი უცხოელი ვიცი რომელიც გოდერძისზე ამ სიტყვას ვიქნა გიждდებოდა და გიждდება უბრალოდ იტალიელები ვიცი რომელიც იცავდნენ რომ ეს არის იტალიელი ეს არის ტოსკანელი მე ვფიქრე ხო ეტროსკი თუ ცოტა ვფიქრე რომ რაღაცა კავშირი რუსებს უთქვიეთ და это русский писатель он лучше чем Шукшин ესე იგი გოდერძი ინტერნაციონალური საერთოდ ყველაფერი კარგი არის ინტერნაციონალური მაგრამ არის კიდე რაღაცა რაც მის ნაწერებში და იმ ხალხში რომელსაც გოდერძი უყვარს კიდე რაღაცა რასაც ჩაუყალავით აყვანებით ეს არის საქართველო ეს მისი საქართველო გოდერძის საქართველო რომელსაც არ უნდა რომ იყოს ნახევარი საქართველო არ უნდა რომ იყოს ნახევარი ხევი ეხლა ვერ გავჩერდები ეხლა ავთირდები კარგად ეხლა კოცი Ձգնսուя դարդերի շեմգրովებელი։ Ես am դարվաշի զիս, հիումիս ադամիան թասերդա, թավարը որ շեմսուրլևելի, նամդոլի դարդերի շեմգրովებელი, կամի խարդայի, բատոնի գուրան պետրիաշվելի։ Բատոնի գուրան պետրիաշվելի։ Բատոնի գուրան իսակմա ուտուցելի դա ძალიან საინტერესო წერილი შევიდა ამ წიგნში და თქვა ხაბადამ გრამს აი ხახალში გადაღებები თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ბატონო გურამო ძალიან უცნაური იქნებოდა რომ გოდერძის არ შევხედებოდი, ვერ შევხედებოდი. ისე გითხრა ჩვენ განგებამდე, იმანათი ისწავლა, სადაც მე ვისწავლე, პარალელურ ჯგუფებში ვსწავლობდი თავიდან, მერე მეც ორბელიძესთან გადავედი და მე ვერ ვერგეთ იმას, რომ მე გოდერძი დავინახე თუ არა, მაშინ მე შემიყვარდა. არ იყო ეგრე. მე როცა დავიწყე სწავლა, საკმაოდ ცნობილი მწერალი ვიყავი და თენგიზაბურაძე ასეც მექცეოდა, ამოიღებდა თენგიზი იმას უბის წიგნებს და უცებ დაიკითხავდა ჩემი ლექსს. აი ეს მიყვარს ეს ლექსი. ხო და იცით რა, ადამიანზე მოქმედებს ყველაფერი, ის რომ შენ უფრო ცნობილი ხარ და რუსებს ერთვენიებას ავიდე რომ აი მეზობელ იმაში მე რამიქის რომ ავიდე მოგეთქვა მეზღაპერად მაგრამ არ მოვიწვიე არის ისეთი ჟანრები სადაც უიკრაში ხო და რა დაგიმალოთ და ცოტა ნერვებზე იმოხდა რომ ვიღაცა კიდე ყოფილა აქ და ისიც რაღაცას კარგს აკეთებს ხო და ვერ რომ ნახე გოდერძი ხო თან მითხრეს ისიც რომ თუნე ყოფილა ბატონი იაკობ ტრიფოსკის ნაცისარი გოდერძი გახდა დედის მასე გახდა ახლოს ნაცისარი ხო და რა დაგიმალოთ და რაც მოგასმოვარდო გამეცინა ჩემ თავზე შედავოთილო შერა გონია რომ შენი დამთავრდა მწერლობა და აღარავინ არ მოვა
მოვიდა და გაახილე თვალები და წაიკითხე კარგად რასაც წერს ეს კაცი ხო და იმის მე აღარ მქონია მოდერნისტთან უკვე ამის მერე ჩვენ უნდა გითხრათ რომ 40 როლი მაქვს ფილმებში ნათამაშები მაგრამ სადაც გინდა ვინც გინდა მკითხოს აქ უკრაინაში მეკითხებოდა რომელი ფილმი მიყვარს ყველაზე რომელი ფილმი მიყვარს ხალია რომ შეუძლებელია მე იმ საყვარელი ფილმი გავიხსენო ვიდრე არის წერილი ნაზრებს იმიტომ რომ იქ ჩემი ოცნებები ყველაფერი ასრულდა იქ ალბათ გეხსოვნება ერთი კადრია გავარ მე ბუჩქთან მიმალები ვიღაც მილიციას მიმალები მქონი და ბუჩქთან მიმალები და მოვიდა ჩიტუნა და დაჯდა ჩემ ხეზე ესე იგი აბა უკეთესი რა უნდა იყოს ცხოვრებაში რომ შენ ხარზე ამოგივიდეს ხე და იმ ხეზე დაჯდეს ჩიტი ამაზე კარგი ვინმე რამე დაძე რა დაყავდა ხოდა არავის ახაც არავის არ გვიკვირდებათ რომ ცხადია რომ ეგ იყო ჩემი და იქნება მე არ ვიცი ასეთაც კიდე ვიცხოვრებ და კიდე ვითამაშებ რაღაც ფილმებში მაგრამ უკეთესი როლი მე არ მეცდება არსად უკეთესი შეუძლებელია მე მაგალითად გაგახსენებ იმ წერილში ამ წიგნში რომ შედის ქალბატონო ვახსენ ახლა ვიგონებ იმას რომ ჩემი პატარა გოგონა წავიყვანე 3 წლში კონგოლი წავიყვანე ამ ფილმის საწყერად და დამთავრდა კაცო ნათელი აზრით რომ აღარა ვარ მე და არის დიდი ნაზვი მზით განათებული და ამოვისუნთე რა გაიამեցი და აუტყდა ტირილი ჩემ გოგონას ვეღარ გავაჩერე მე უთხარი აქა ვარ მე ამე ხოხედა ის ვიღაცა კაცი მოგდა მე უთხარი და ნაზვი გაჩნდა ვერაფერს ვერ დავაჯერე აი ესეც ერთი საბუთია რომ გოდერძი იყო გუდი ვამბობ მაგტერში რომ თუმცა ეს წერილიც არ არის მე მინდა აღიქვსნათ რომ ერთი გოგონა იღებდა ფილმს გოდერძიზე და იქ ვილაპარაკე მე გოდერძიზე და მე ეგრედია ვერ შევიდა ფილმში ხო ვერ შევიდა ხო და იქ ვამბობ რომ ასე მგონია მართლა რომ გოდერძი გამოუშვა ღმერთმა და ხელი დაადო შუბლზე უთხრა შენ რასაც იტყვი ყველაფერი იქნება დამაჯერებელიო აი ეგ არის ჩემთვის გოდერძი მე არ მინახავს ბევრი ფილმი აქ არ ვიყავ უკრაინაში ვიყავ მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს თურმე არის ფილმი სადაც თამაშობენ ჩემი უსაყვარლესი მსახიობები ბატონი კახიკავსკაძე და გივიბერიკაშვილი ხო დარწმუნებული ვარ რომ აი აბსოლუტურად ნამდვილი იქნება ყველაფერი სხვანაირად გოდერძის არ შეეძლო რო გადაიღო ერთხელ გოდერძის ფილმი და იმ მოდიან და მეუბნებიან რა ფილმი გადაიღო ეცი გოდერძი რა მეთქი და ყვარი აღმა მიდის მე ვთხარი ალბათ მიდის ასეთი არის ჩემი დამოკიდებულება ხო და მე მიხარია რომ ჩემი ცხოვრებაში უნდა გითხრათ რამდენი მეგობარი ავიდა იგივე ახსენებ ომარ გვასალია უსაყვარლესი კაცი ომართან ერთად ავიდნენ ბიჭები იური ყვაჟაძე ისე ცოტა ადრე მგონი ალაგასო ნოდარ მომიაძე გია მატარაძე რამაზ გიორგობიანი მე როიტყვიან რომ
იმ კაცის სიკვდილი რო გავიგე 10 წლის სიცოცხლე დამაგდაო, აი ეგეთი იყო, მე რომ რამაც სიკვდილი გავიგე. უამრავი წავიდნენ მათ შორის. რა ვქნა, გამრაშავეთა მგონია ჩემი თავი რომ მე გავარ სცენაზე ვიხსენებ ახლა. რატომ ისინი ვიხსენებთ? შეიძლება რა ცუდი გნობა. თითქმის ყველა მიცის ის საოცარი ისტორია, როგორ ნახა მოდერძიმ პირველად კინო. იმიტომ რომ თვითონაც ძალიან დიდი ხალისი ყვებოდა ამას და გემრიელად ყვებოდა ხოლმე და მოკლედ ახლა ვეცდები გავიხსენო მეც ეს ისტორია, იმიტომ რომ ამას შემდეგ მოყვება იმ ადამიანის საუბარი, რომელიც დღეს აღარ არის სოციალი, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ჩვენ ყავდა გოდერძის და ყავს გოდერძი. სოფელში კინო ამაიტანესო. ბატონი რეზო ყვებოდა, რომ აი რაღაც მანქანით ესე დაჰქონდა სოფელ და ზეწარზე უშვებდნენ ამ ფილმებს. ხოდა თვითონ მოდერძი ამბობდა, რომ ეს კინო ძალიან უცხო რამე იყო და მანამდე ერთი ბულდოზერი მქონდა მგონი ნანახი მარტო. უბრალოდ არ გაუშვიათ კინოსაყურებლად, რომ ეგ ეშმაკისა არისო და დაგაყრუებსო, არ არისო საჭირო ის ასვლავა. ნუ აინტერესებდა ძალიან ბავშვებს და მართლა ჩუმად გაიპარნენ, გაქცეულან და მოდერძის უფიქრია, რომ მოდიო ორივე ყურებში თითებს გავიკეთებო, რომ არ დავყრუდეო. და ნახოთ, ხო დავინახავ, რაც იქნებაო. დაიწყო ეს ფილმის ჩვენება და უყურებს ადამიანები დადიან ამ სცენაზე, ზეწარზე უფრო სწორედ დადიან, მანქანები დადიან, ტანკები დადიან, იცინიან, ლაპარაკობენ და ნუ ყდება ინტერესი. რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ. მე ვუფიქრია, რომ მარჯვენა მხარესო ფარველი ანგელოზი მელაპარაკებო. მარცხენა ეს ყოფა უფროსებისგან ასე ხონდა, რა ვქამი და მარცხენა მხარეს ცელებაც არ მინდა ის მელაპარაკებაო. მოდიო, თუ დასაყრმებელია მარცხენა ყურს დავიხურებ, აქედან გამოვიღებთ იცით და იცით მაინც აღარ გამიგონებო და აი ეს რომ გადაწყვიტა და ყურიდან თითი გამოიღო, სწორედ ის მომენტი იყო მახარაშვილი რომ ისდევს, გიორგი მახარაშვილი ტანკებს და გოდერძი შვილო გოდერძია და ვაიმე მიცულა და იტაცა ისევ კურსი ეს იყო პირველი კინო, რომელიც ნახა გოდერძიმ და თავად ამბობდა, რომ მას შემდეგ მოვიწამე კინოკიო. საინტერესო ახლა თავად ამ ფილმის შემქმნელი ჯარისკაცის მამა, რომელიც არის ალბათ არის უდიდესი ფილმი, ძალიან დიდი ფილმია ჩემთვის პირადად და გოდერძის ასე მიიჩნევდა. ბატონი რეზო ჩხეიძე სწორედ გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩავწერეთ თიკო ბეკოშვილთან ერთად, გიგა ჯობავასთან ერთად. თიკოს ფილმში მცირე ნაწილი შევიდა ბატონი რეზოს საუბრის, მაგრამ წიგნში არის აბსოლუტურად მთლიანი მასალა და მე ვფიქრობ, რომ ბატონი რეზოს აი ეს ჩანაწერი იქნება ძალიან საინტერესო წყარო არა მარტო კინოკვლევართათვის, არამედ ქართული მწერლობის კვლევარებისთვისაც. ბატონი რეზოს ვფიქრობ, რომ გოდერძის ასეთი მკითხველი და ასეთი ნახველი ფილმების არ ყოლია, რომ მისთვის არ დაეჯერებიოს. ის ყოველთვის ახერხებდა, რომ მოვლენა, რომელიც შეიძლება რუსთაველის პროსპექტზე გაზრდილ მაწვილს ან ქალიშვილს იქ სხვანაირად მოჩვენებოდა, ეს მისთვის რეალისტური ამბავი იყო. გოდერძის ლაპარაკს რო დაიწყებ, კაცი უპირველესად უნდა იცოდეს, სად გაიზარდა, რა ფოლკლორში გაიზარდა და რა რეალიზმში გაიზარდა და მე ეს როგორ შეადუღა და მე ვფიქრობ, ყველნაირ მკითხველს გავუღო კარები, ასევე კინოში. ჩუხელის რწმენა ისე აგიწერს ამ გარემოს,
მთვარესთან, ადამიანთან, ხესთან, ბუნებასთან, განათებასთან, რომ ეს სამყარო არ შეიძლება არ დაიჭირო. მე არ მინახავს ვინმე სხვა შორის, რომელსაც მაგალითად შეიძლება ჩოხელი ბოლომდე ვერ გაიგო და მანდა მაინც მისი უბწყინვანესი ფანტაზია და ენა ვერ მიიღო, მაგრამ მაინც აღიარებს ჩოხელს, როგორც საინტერესო მხატვარს. აი ეს მესაიდუმლე რო იყო ბუნების და სოფლის, ეს მისი ნაწარმოებებში ახლა ერთ-ერთი პირველი მე მგონი ადგილის დედა, როგორც მახსოვს და იქ არაჩვეულებრივად ეს გამორჩეული ადგილი როგორ აღშერჩეული სახლის ადგას, როგორ ლაპარაკობს ეს ქალი, როგორ დადის ამ თემას, სხვათა შორის მაინც ერთი რამეა, ეს მარტო სულის გაგება რა, პატრიოტიზმია ასეთი ამასჩევი. ეს რომ ამას აკეთებს, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ შეხედე რა დიდი ყოფილა საქართველო. სხვა შორის მაგასთან საუბარი ადვილი არ იყო. ეს ის კაცი არ იყო, რომ ყველაფერზე თავი დაექნია. მას თავის პრინციპები ჰქონდა და მე ვიცოდი რა მაგისი ფასი, ცდილობდი იმ გასაღებით მელაპარაკა მაგასთან, რომელიც მე მიმაჩნდა, რომ მისთვის თავარი იყო. მე არ ვიცი, და არც არავინ იცის და არც ექიმმა იცის, მე მგონია და არც მისმა ოჯახმა რითი იყო გოდერძი ალბათ ბოლოს. აბა მე ჩემი აზრით ეს იყო გარკვეული რაღაცა ამ სამყაროსთან შეუთვისებლობა. თვითონ იყო კრისტალური ფსიქოლოგიისა და ბუნების კაცი. მაგისტრის ახლა წარმოდგენა ვერაგობარა არის და რაღაცა ის რომ ადამიანმა ერთი ჯერ ეს გაგიკეთეს მერე შემოვიდეს, ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო. სხვათა შორის გოდერძის ერთი ასე ვთქვათ დოკუმენტური სურათი დავარქვა, სადაც საფლავებზე როა ლაპარაკი გინახეთ. აღდგომა ქვია. მოდი ახლა ილაპარაკე მაგნა ერთების აწევა, მე მაგალითად მართალი გითხრა, არ მიფიქრია ასეთი რამე გამეკეთებია, მაგრამ გოდერძი კიდევ უფრო დავაფასე. ამასაც რომ შეეხო სამყარო, რომელიც საიდუმლო სამყაროა, ჩვენს იქით არსებობს და ძნელად შესახები სამყაროა. მაგრამ მან ისეთი სიტყვებით მიუახლოვდა ამ სასაფლაოებს, ახლაც კი თვალწინ მიდგას მაგისი გადაღებული ეს საფლავები, რომ ჯერა ის ტყივილი, რომელიც იმათმა წაიღეს დღევანდელ საქართველოდან. ეს არ არის უბრალოდ მონახული, რომ ვიღაცას რაღაცა არ უყვარდა რაღაცა. დიდ ტრაგიკულ თემებზეა ლაპარაკი. ისეთი შეიძლება მოხდეს და არ მგონია, რომ ამას დიდი დრო ჭირდება, რომ გოდერძი თუ რაღაცა სია არსებობს ქართული მწერლობისა და ქართული ლიტერატურის, ერთ-ერთი პირველი იქნება დასახელებული მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებიდან. და ძნელია კინოში სამყარო ფილოსოფიურად გახსნა, მაგან ეს მოახერხა და ამიტომ მე მაგას ვთვლი ქართული ლიტერატურის, კინემატოგრაფის და ხელოვნების ნამდვილ ერთ-ერთ მოწინავე კაცად. ისე კი არა 7-10 კაცი რო დაასახელა და იმაში ჩასვა. მე მაგალითად დაჟე პირველ ადგილზე დავაყენებდი. მისი ფილმები აკვირვებდა ყველას უცხოეთში, როდესაც ხდებოდა ფესტივალებზე. იმითი კი არ აკვირვებდა, რომ მაგალითად რაც შთილებითაა გადაღებული, როგორი რაკურსითაა გადაღებული, არამედ სამყაროს ახალ წაკითხვით. აი სამყაროს რო ახლებურად წაიკითხავ, შეხარ პიონერი ამ მომენტის. ის პიონერი იყო, პიონერი წითელი გალსტუკი რო უკეთია, იმიტომ კი არა, დამწყები, პიონერი ნიშნავს, ესე იგი ერთ-ერთი ლიდერი ამ ამბის და დამწყები. მე არ მინდა რომ
გადავყავოთ. თუმცა მინდა საქართველოს დამთამაშებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალგაზრდებს ვინც მათი ზოგან უმეტესი მადლობა უთხრა აი ესეთი თბილი შეხვედრისთვის, დარბაზისთვის, ყველაფრისთვის და აქვე მათი თხოვნით მინდა გავაკეთო პატარა განცხადება დღეს ნახევარზე უნივერსიტეტში, ამ შენობაში გაიმართება ტიკო ბეკოშვილის ფილმის მე ვარ როდერძი ჩოხელი, წრის ნახევარზე ხო? დასვით ტელევიზიაში. ხო, ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი საკუთარი ტელევიზია და გაიმართება ამ ფილმის ჩვენება. მე მინდა ნინოს ვიტყოდო. როდერძის ნინოს. მოგესალმებით ყველას სამეგრელო მოგზაურებისთვის. რაღაც ისეთ ადამიანებმა ისაუბრეს, რომ მე არ უნდა ვთქვათ ესეთი. უბრალოდ ნინოს მადლობას გადავუხდი. იცი რა, მადლობას არ გამოხატავს იმას, რაც შეიძლება, რომ აი ხა ნინოს ვიტყვი. ეს იმხელა შრომა გაწია. შრომა არის თუ არ ვიცი, რა უნდა დავარქვა კიდევ იმას. ეს არის სიყვარული ალბათ. რაც აი მე და ბატონი გოგონი და საუბრობთ პეტრეში უბრალოდ ნინოზე და ამაზე ამ წიგნზე წიგნის შესახებ და ეს იცით აი შეიძლება არიან ადამიანები რომ დავალებით აკეთებენ ამას აი თქვი ფულს იღებენ ამაში და ესეც წიგნებს აკეთებენ თქვა შეიძლება აი თუ თქვენ აკეთებს რაღაც თანხმობის ადამიანს და გააკეთებენ ან რაღაცა დავალებული ხარ ადამიანის წინაშე რაღაცა ეს არის მარტო სიყვარული გაკეთებული. აქ მეტი არაფერი არ არის, არანაირი ანგარება არ არის გამოვლენილი. და აი ეს უფრო ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ისე აკეთებ. ეს უფრო მეტია ალბათ ყველაფერზე. და ნინო მე შეძლო. აი პირველად უკვე და აი როგორ შეძლია, იმიტომ რომ როდესაც აქ ახსოვს რომელი მასში აქ ადამიანთა შემოსულებს რაღაც უღმერთოდ არაფერი არ ხდება საერთოდ და ალბათ აი უფლისნება იყო და ეხმარებოდა ნინოს და თვითონ გოდერძის ეხმარებოდა ალბათ იქიდან რომ ეს გაიგეთებინა აი ეს შეიკრიბა რაღაც ისე მოვიდა აი ეს თვითონ ეს რაღაცაზე რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა ნინო და რომ საუბრობდით უთხარი მე რომ იქნებ ესე გაკეთდეს აი მე მეთქი წლები რომ რა საინტერესო იქნება ადამიანებისთვის თქვათ აი როგორ იყო გოდერძი ჩვეულებრივ ყოფაში ის ნელ-ნელა ხო იკარგება რა აი ხა ჩვენი დიდი მწერლების და პოეტების ის რომ ვიცოდეთ აი როგორი იყვნენ ჩვეულებრივად ხო თქვა და აქედან წამოვიდა ეს იდეა და აი ნინომ შეძლო ისეთი რაღაც ყველას ეგონა რომ აი წერალი იმდროსაც მომიწევს ზუსტად აი წერალი ნინოს არა თქვა ბაბას არა მნიშვნელობა ხა რა განათლება აქვს მიღებული მაგრამ ხო გეოგრაფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული წარმოგიდგენთ ნუ ამას არა აქვს მნიშვნელობა არის რო სხვა პროფესიის მაგრამ მე მწერლები არიან მაგრამ აი ნინომ ეს შეძლო არ ვიცი მეც მიყვარს როგორ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ნინოს და მის ოჯახს აი დათოს კერესელიძეს კიდევ რომელიც აღარ არის ჩვენთან ნინოს მეუღლე აი დათო ყოველთვის იყო აი როგორ გულშემატკივარი იცით ამისი რომ ჯერ ეს წიგნი დაბრისტილიყო მეორე წიგნი დაბრისტილიყო ვერ მოისწრო სამწუხაროდ და აი დათოს ხსოვნასაც ვიზუნი ამ წიგნს პენის ხსოვნას და დათოს დიდი მადლობა ძალიან ბევრი საპატიო ადამიანი არის ამ დარბაზში ვისი აზრით, ვისი დამოკიდებულებაც საინტერესო მოსასმენი იქნებოდა ჩვენთვის უბრალოდ არ უნდა რომ ძალიან გადავყავოთ და თან დღეს ძალიან საყვარელი სტუმრები გვყავენ ძალიან მე ვახსენე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ და გაკვეთილებზე და გაკვეთილების გარშეც ასწავლიან გოდერძის შემოქმედებას ამ ბავშვებს და
183 საჯარო სკოლის ბავშვებს მინდა მეცხრე და მე-11 კლასელები თუ აღსვენ ხო, მინდა დაუთმო სცენა. პედაგოგი გახდა კაბატონი თეთევანულაძე. დარბაზში არიან კიდევ ლიკა ჩხაიძე, ასმათ ჭარელიძე, ხაცხედა. უსაყვარლესი ადამიანები, არაჩვეულებრივი პედაგოგები, მაპატიეთ ვინმე გამორჩა, ვინმე სათანადო მადლობა ვერ გადაუხადე. ბატონი დავით მარლიძე, კარდიოლოგი, რომელმაც გადააგზავნა ამერიკაში გოდერძის ანალიზები და ძალიან იყო მონდომებული სპეციალური კურსი გაიარა, რომ თუ მოხერხდებოდა და გოდერძი გაფრინდებოდა, თვითონ უნდა წაყოლოდა და გადამზადება გაიარა, როგორ უნდა ეშველა გოდერძისთვის, თუ ფრენის დროს გაუჭირდებოდა რამე. ბატონო დავით, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გოდერძის მიმართ გააკეთეთ და ეს რომ მაგზადებით კიდევ უმეტესი მადლობა. მადლობა. მადლობა გამომცემლობას საუნჯეს, ბატონ ვაშა წოწყოლაურს, რომელიც ორივე შემთხვევაში, ნაწილიანის შემთხვევაშიც და დარდების შემგროვებელი რომ დაიბეჭდა ბატონი ვაშა ჩემს გვერდით იყო. დარბაზში ბრძანდება კიდევ ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, ბატონი სორთმან ჯაფარიძე. ბატონი სორთმან. თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან, ქალბატონ გულისასთან ერთად, ბატონი სორთმან მთელი საქართველოს ერთად აღვწოთ ყველა სიკეთისთვის. მადლობა გოდერძის. რა თქმა უნდა, მადლობა გოდერძის. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რა სიყვარულის ჩვენ დაგვიტოვა, რაც გვაერთიანებს დღეს ამ ადამიანებს. ნინო განახობს აქედან ირმაო, ნე და ირმა გოდერძის, მოდი ჩემთან, ნე და ირმა გოდერძის ჯარისკაცები ვართ. ასე ამბობს ხოლმე ირმა. ირმა მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 60 წლის იუბილე რომ იყო სხვადასხვა რაიონში არაჩვეულებრივი საღამოები ჩაატარა, გოდერძის საღამოები და კიდევ ერთხელ გაულამაზა ადამიანებს დღეები და სიცოცხლე და ყოველწლიურად ტარდება გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მინიატურის ჟანრში, რომელიც ირმამ დააარსა და თავიდან ბოლომდე სულის ამოსვლამდე ჩართული არის ხოლმე აი ამ საქმეში. მადლობა. მადლობა და კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა მოსწონებისთვის. ხო. ამ მიწის მის ბეჭზე ბეჭით ვთიბა ვალახებს. მე თუნდა არ თქვა მთები გეტყვიან, რაც მარწუხებს და რაიც მალაღებს. ამ ცის ქვეშ ცხოვრობ უმის სამართოდ ცარის ჩემი ჭერხო და ბანი. საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უხელში ნაბამი ხარი. დავალაჯვნებ დედა მიწაზე, ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს. სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი, წვეთი წვეთ ვტოვებ უკან მზიანებს. ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, ამ მიწის ბეჭზე დამწერის ჯვარი. თუმ მკვდარი ნახეთ ხორნებო, ერთ საფრთხო, თქვენი ჭირილი. როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არა მომთხაროთ, ეს ვაშკაცობა ეტვირთი. რა ვიცი, იქნებ თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოთ ვნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს. ჭეშმარიტად, მაღალი შემოქმედების მიზანი და შედეგი ერთია. შემოქმედება ადამიანს სული უნდა გაუქვეყნოს და ღმერთისკენ მიმავალი გზა ასწავლოს. გოდერძი ძალიან შორს იყო ფსევდოხელოვნებისაგან. ის ჩვენი დროის უდიდესი შემოქმედი და ულამაზესი პიროვნება იყო. დიახ, ულამაზესი პიროვნება. თავისი სულით, სიყვარულითა და სიფრთხილით. უფლისა და სამშობლოს თავის არსებაში განსხეულებით. მას უყვარდა ღმერთი ყველაფერზე მეტად. დაითმი თავისთვის და ნათელდაფენილი წავიდა მასთან.
მამა იაკობი. დიდი მწერლის ტექსტს ყოველთვის. Შეიძლება გადაშალოთ ილიას აკაკის ნაწარმოებები და თუ ნაკითხი ბრძანდებით არასოდეს აგერიათ ისინი. თქვათ პუბლიცისტური წერილია, სადაც არა გმირის სახელი მითითებული. ილიას მასტილიც. აკაკის მასტილიც. ყველას თავისი აქვს. და გადა რამდენი ყავს ჩვენს დღევანდელ მწერლობაში ასეთი ძალიან ცუდად. გოდერძის წინადადებების წყობა ისეთია რომ მაშინვე იცნობა ეს დამახასიათებელი თუ არ აქვს ადამიანს მაშინ ის წერალი არ არის. ზექალაშანის ინათესნიერი აკადემიკოს 2003 წლის 11 მაისს სამების დაუმთავრებელ ტაძარში პატრიარქის წინათ მეორე დღეს ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოგვიწყდა. საკუთრებაში ყოფნისას გოდერძის მეუღლემ დამირეკა. ნინო აფორიაქებული იყო. მამა დანიელ მიშვრეთ გოდერძი ძალიან ცუდად არის. ქარელში ოპერაციას უკეთეს. მაშინვე ქარელში დავეკიდე და ასე შევიტყვეთ რომ გოდერძი თავი დაუჭა. უწმინდას უთხარი დაწმობდა. მან თხოვა და უნიდებული. პატრიარქმა აღსავლის კართან ილოცა და ლოცვის შემდეგ მტკიცეხლით მიხვდა რომ გოდერძი გადარჩებოდა. ქარელში შეიძლება გადასასხმელად საჭირო რაოდენობის სისხლი არ ჰქონოდა. ამიტომ თბილისიდან სისხლის წაღება დამავალი. მაშინვე გავარკვიე გოდერძის სისხლის ჯგუფი და ქარელში ჩავედი, მაგრამ გოდერძი ვერ ნახე. ოპერაციას უკეთებდნენ. ექიმები თავს არ ზოგავდნენ მის გადასარჩენად. ბერები მთელი ღამე ლოცულობდნენ. უკან დაბრუნებულს პატრიარქის სევდიანი დახვდა. გამომკითხა ოპერაციის შესახებ და დალოცა გოდერძი. უწმინდესის კურთხევით საქართველოს ყველა ტაძარში გოდერძი ჩოხელის გადასარჩენად ლოცვა აღებდა. გოდერძი კარგად ილაპარაკა თავის ქვეყანას. ოღონდ ზედმეტი ხმა მაღალი სიტყვა მისი პირიდან არ აქვს. ერთი შეხედვით უბრალოდ უბირი კაცი გეგონებოდა. არა და უდიდესი სულიერი სამყაროს პატრონი იყო. ეს ვის ნაწერებს ეთქვა. წუხად გოდერძის წიგნი ავიღე ხელში და სანამ არ ჩავათავე ვერ მოვწია. ჩვენს დროში როცა ქართულმა სიტყვა, ქართულმა ენამ ფასი დაკარგა, როდესაც თანამედროვე მწერლობის ენა სამწუხაროდ ხშირად და საკანცელარიო ენას მოგაგონებს, სულ სხვანაირად ისმის გოდერძის, სულ სხვანაირად წერს. ენათმეცნიერი აკადემიკოსი ზექალა შანძი. ადამიანთა სევდას გადაღების პერიოდი ძალიან ლამაზად დაჭა ჩემს მეხსიერებაში. გოდერძი თავად იყო ლამაზი და გარშემოც ასეთებს იკრებდა. ის თავისი ხალასი უბრალოებით დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იწვევდა ხალხში. ლონდონიდან შექსპირის თეატრის მსახიობები იყვნენ ჩამოსული. ფასანაურში წავედით და იქ გოდერძის შეხვდით. გაოცებული უსმენ, მარტივად, ნაღდად, კაცურად, ისეთ გრძნულ პასუხებს სცემდა. გოდერძი ჩოხელი, მიწიდან ამოხეთქილი ნაღდი ალმასია. ჩემთვის ის არ გარდაცვლილა. ვინმე ერთი სიტყვით დახასიათება რომ თხოვოს. ვიტყოდი რომ ის განდობილი ადამიანია. მსახიობი კომპოზიტორი, ლადოგორი. ვიცინას წარმეტყველე, რომ მოვა დრო, როდესაც გოდერძის ერთ-ერთ პირველ ადამიანს დაასახელებდა. კინოში გარკვეული რეალისტური ტენდენციებისა და ზღაპრული პირობითი ელემენტების შემოტანისა და შერწყმისთვის. ეს ურთულესი ფილოსოფიური ენაა, რომელსაც საკმაოდ კარგად ყოფნა ის. ის იყო გოდერძის ჩოხელის საკუთარი კინოენა, რომელთაც ის გვესაუბრებოდა, გვზრდიდა, გვაჯერებდა და მე ვიტყოდი გვასწავლიდა კიდეც. მე ატივს ყველა რეჟისორს არავის არ ვაყენებ, თუმცა მინდა გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ ვითხოვს. რაც თქვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოდერძის პატივსაცემად გამართულ საღამოსს. რომ თუ არსებობს რაღაც სია ქართული მწერლობის, ლიტერატურის, კინოხეოვნების, გოდერძი ერთ-ერთი პირველი იქნება არსიაში. პირადად მე პირველს დავასახელებ. რეჟისორი შადელში ვიყავ გოდერძის ფილმს. მიჯაჭვული დაინების გადაღება. საოცარი ბუნება ზოგჯერ კლდეებზე უსწროლის პირას გვიწევდა გადაღება. კახი კავსაძე მებრძვის, უნდა დამიმორჩილოს, მაგრამ ვერც ფეხი შემიკრა, ვერც ხელებით. ბოლოს კვანტი დამი, დამაგზია და დამოჭდა ზედ. კივი, მიშოლე, დამალეწა, გვერდები მეტი. გოდერძი ქვემოთ იდგა და გახარებული მეძახდა. ნინიკო, შენ იჭიერო, შენაო. ამ იჭიერო ზახიში, კახი, ნეკნები დამალეწა. საზიარო ყავით პირველმა მეწავე. იმ პერიოდში დაწერა თევზის წერილები. სტუდენტობის დროს
აიღო ფილმი ადგილის დედა, რომელმაც მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. გოდერძი არასოდეს ლაპარაკობდა თავის ფილმებსა და მონოლოგებზე. სხვები აფასებდა. იყო ისეთებიც, ვისაც სახელოვანი მშობლებით თავი მოჰქონდათ და ღიზიანდებოდნენ ამ უბრალო, თვითონ ჩამოსული ბიჭის ნიჭიერებით. გოდერძი არც ქებასა და არც ცინიკურ დამოკიდებულებას ყურადღებას არ აქცევდა. ის თავის გზით მიდიოდა. პედაგოგი შოთა გეგიაძე. ფილარმონიაში გაიმართა სამოთხის გრიპების პრემიერა. რაც იმ დღეს ფილარმონიაში ხდებოდა, არც ერთი ფილმის ჩვენებაზე არ მინახა. უკანა რიგში ვიჯექი, აღფრთოვანებული წარმოვედი სახლში. გოდერძი საოცარი კაცი იყო. ჩემი მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატა. სულ მადლობებს მიხვდიდა. ერთხელ საერთო ნაცნობის გასვენებაში შევხვდი და ვთხოვე, მადლობა აღარ მითხრა მეთქი. ჩვენ ქართველებმა მას უნდა უთხრათ მადლობა, რომ ასეთი შემოქმედება დაგვიტანა. ქართველებს შეგვიძლია ნიჭიერებას გვერდში დავუდგეთ. გოდერძის ფენომენი ჩვენთვის უცხო იყო. ვერ მოუვარა. ჩვენთვის გოდერძი, როგორც ილია, საქართველოს ჭირის უფალია. დავით იაკობიძე. ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მე. როცა ჩემ თვალებს ცისნაცელი დაეკარგა, როცა ჩამოვიო ჩემ წელსაწყვეტს, როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლო, როცა ჩავხრებ სამწუხარს რომ გადავიდე. გაიხსენი ეგ საქმე დედამიწა და მიმიღე და შემინახე. შენ დედასავით გულუხვი. დედა ჩემის გულიც ხომ შენთანა. დედა ჩემის მუხლებიც ხომ შესუბეში აცლი. მეც მადმამა. მაგცნობინე მაგულის. დიაბლა დედამიწა. ჩვენ ვართ სანთლები. ანთებული ამ მიწის პეჭზე. უხილავი შემოქმედის ხელით ავენთებთ და სულით გვიწევთ. ვინ დამაყენა შენს პეჭებზე? ვინ მომცა სახე? ვინ გამიმაგრა ეს მუხლები? ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა? ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეს ხორცი? ვის სამსხვერპლოზე ვანთი ვარ სულით? რა დახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო? ნისლივით მღვრიე. ეს ყოველური რატომ ხდება? ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება? სულს ვინ მიწეცავს? სიკორით გონებს. შემინახე, დედაო მიწა. დიდი დაბლა დედამიწა. ჩვენ ვართ სანთლები, ანთებული ამ მიწის პეჭზე. და მძივებივით ჩაიგრინე, მაგუბეში ჩემი ძოუმალი. მე რომ ჩამომძახებენ, მიწა ხარ და მიწა დიქეც. მიწა ხარ და მიწა დიქეც. აი, ეგ სიტყვები დაიჭრა. შიგჩები ძვლები გამოხულე და შემინა, რომ არ დაგეკარგა. გამომალი ჭისთავად, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდა, ადვილად გამო. შემინახე, დედაო მიწა. შეგვინახე,
დედაო რაღაც მომაწვევ და როგორც ხდება მოწყორცნილი დიდი ლოდი მოდის მოგორავს მოიმსხვრევა ჩემს არსებაში სამად იყოფა ჩემი სულისთავი შუა სამანი თის წვერზე ღმერთი სამას ქვემოთ კი დიდი უსკური ყოველდღე ვიღაც უჩინარი დიდ ლოდებს აგორებს მცირე მე კარგად ვიცი ჩემი სულის მთაზე რომელი ყვავილი ყვავის სად რამდენია მოდის სად რამდენი ბალახი ჭკნება სად რამდენი მარწყვი მწიფდება ანდა რომელი ჩიტი გალობს დილას აღამოს მე ისიც ვიცი რატომ ყეფენ გორის მხაზე ჩამომსხდარი შავი ყორნები ანდა რას ყეფენ რას ყრანტალებენ რამდენი ყორანი ყევს ჩემს სულის მთაზე როგორ გავაფრთხო რით დავფარო მათი ყრანტალი ანდა რა უყო აი მხის ქვეშ განაბულ ნადირს მეორეს რომ ჩასაფრებია ერთი სურვილი მეორეს ჭამს ჩემს არსებაში ფიქრი ფიქრს ასვლის სიხარული მოსდევს ჭირვარამს ყოველს ეკუთვნის ჩემი სულის ცხვარ საბალა მისლებს სათი ვარსკვლავებს მთვარეს დღესა და ღამეს კაცოს ბალახის სათიბნელად ხან სანადიროს დროსა და სივრცეს და იმ შავ ყორნებს საყრანტავად ეს ყოველივე რატომ ყოველ სისმარეს სიამოვნებს სიკეთი ბნელს გაანათებს და ოფსკოლში ჩაიწერა სულ ყველგან ჩემი ნაწილია სულ ყველგან მე ვარ ჩემი სულის გარშემო მე დავიბადე ნიავს მოჰქონდა შორის სიგრილი სველქვაში შვიდად იწვას იჩვენე და სოფლის თავზე თხელი ნისლი გადადიოდა მე დავიბადე განთიადისას გაშალა მიწამ ნისლიანი თეთრი მკლავები და ამით ალბათ ჩემი მოსვლა ზეცას ახადა არა დედამიწა შენ არ ახარ ჩემი მშობელი მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის დავიდრე მე აქ მოვიდოდი ვარსკვლავი ვიყავ შენგან მილიონ სინათლის წლით დაშორებული ვენთე ზეცაში სხვა ვარსკვლავებს ვაფენდი სითბოს მერე ჩავწივდი მერე გავქრდი მერე გავქრდი მე მოვდიოდი შენს შესახვედრად და შორიგზე გამოვიდა თქვი დაასრულე გოდერძი ჩოხელო კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი კლდეებში იპოვე წილი თქვი დაასრულე რაც მოსახდენია არავის ტირილი არ გინდა გლობა ეს თუთი სოფელი ლამაზი ისა კლდე რომ გაგიხსენებს იყო გოდერძი ჩოხელი ლამაზი ისა კლდეს რომ შეერებ სუთმას რომ გაანანიავს ქვიშას გაერებ ბოღმას მოერებ კლდეს სისხლით შეღება კლდეებში შემზვა რომ ვერავინ იპოვოს, კუბო რომ არავის მიიღოს, შავ მიწას სათხილად რომ არავის გაუხდი,
შემიყარებთ. გაშალა მიწამ ნისლის მკლავები და ამით ალბათ ჩემი მოსვლა ზეცას ახარო. საითაც გინდა იქით წადი, ვერსად ვერ წახვა. თვითონ ხარ შენი სულის დიდი საუბრო. რმად ნუ მისდევ და სოფლის ბრუნვა ნუ შეგაშინებს. ჭირს თმენა უნდა, მოძალებულს უნდა გაუძლო. სხვაც ნუ უხარებს და ტალღებმა თუ ვერ გაწირეს. ქარიშხლის მერე გემი შედის სასაფლაოში. ძნელია წუთის ომოში, უცხები ხორცის ტარენდა, სულს რომ სულ მუდამ ვაშფოთებთ სხეულის. თეთრублებში ქეიფობდა თეთრი მთვარე, ხნად ტაბუას ვარსკვლავებით მიეცა, მოკლულებს დაიტირებენ, განაცოცხლებს აგლოობენ, თამსლოდ ყოველთვის ტირიან, ხების სულ მუდამ ზოობენ. დედის სრემლების მაგიები, კლდის სვარი დაედინებად, რაკის სუდარა სჭირდება ნისლები დაეფინებად. ლოდით დაბლეჯი ბუნკერზე, ყვაყორებს ჩაეძინებად. დრო გავა, ნასისხლა რალას, ჯიხრუხა დაეფინებად. ჰოი, კუზიანო დედამიწა, ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი, კუზიანო დედამიწა, მე შენგან მოველი შვილი. ჰოი, კუზიანო დედამიწა, ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო. არა გველების მოზარე ვარ, საკითხავს უნდა ჩაგეკითხო ოღონ. ნუ იქნება. თიულეთი ნამთიულარი, ხევსურეთი ნახევსურალი, ხოვი ნაფხოვარი, ხევი ნახევარი, კაცის ნასახლარს ნუ მანახვე და ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწა, რამდენიც გენებოს იტერია. ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი. ამომიტანეთ, რომ მოუკვდები საჯიხვეზე ამომიტანეთ. აქედან კარგად ჩანს საქართველო. აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება, აქ ნისლი ქარში იწეწება. ამომიტანეთ, აქედან გული ამაყად იხედება. კლდედ რომ ვიდგები, დედა ჩემი აღარ დაბერდება. ამომიტანეთ, რომ მოუკვდები საჯიხვეზე ამომიტანეთ. აქედან კარგად ჩანს საქართველო. ჩვენ თითქოს ღვინის სავსე ფიალა ვიყოთ, ისე თანდათან მსვავს ყიანი წუთი სოფელი. სული უსასრულოდ, ხამის წუდი ადივით ბნევ, სული საწუთროზებმა ზოგჯერ ძეზე უფროცვებ. შენს წინ სოდვიანი გზა, ბოროტება შული, სული შეინახე წმინდა, შენი უცოდველი სული, გახდი სრულქმნილება სრული. ჩვენ თითქოს ღვინით სავსე ფიალა ვიყოთ, ისე თანდათან მსვავს ყიანი წუთი სოფელი. გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოვკიდეთ ჩემი სხეული. თუ არ გამოვდեք საქართველოსთვის. მერე დამწვით და ეს სხეული ფერფლად ქცეული ქარს გაატანეთ საქართველოსთვის. გაიტანეთ და შიშველ კარჩხაზე ჩამოვკიდეთ ჩემი სხეული. საქართველოსთვის. საქართველოსთვის. რა უფროს ჯობია. გითხარ რა მოგწონს ქვეყნისა, ანდა რაც დასაგამობია. თვალო სამი დღის თორეს ჯობს, რომ იგოგმანობს ცაზე და იქა ვარსკვლავთა გალობა, მწკრიარი წვრილის ხმაზე და როგორაც წვრილწიწილარი შამს ხდარ დედის ფრთაზე და
ისევ სჯობს მთორის ნალევი, რომ გადმოდგება მთაზე, რომ გადმოხედავს ქვეყანას აღყვება გორის მხაზე და მაყრიონს ამოიყოლებს, ამოსურდება ცაზე. მერმე სჯობს ძილგატეხილი, პატარძლის წასვლა წყალზე და ოდნავ გაზნექა წელსშია კოკის შამადგმა მხარზე და მემრე სჯობს შავი ყურაკი, მიმდგარი ხატის კარზე და თავის პატრონის სამკვეთლოდ, მიткал წაკრული ხაზე და მემრე სჯობს შავი არაგი, ხელაღებული თავზე და ქვეყნის სამყარო წასვლა, შამდგარი ლუცა გზაზე. მემრე სჯობს დიდუბის ძვალი, ხუხარი დევის ხაზე და მემრე სჯობს ძველი ფრანგული, სისხლის შამხვარი ტარზე და მემრე ლამაზი ქალვაჯის, გვერდი დასხმა ჯარზე და ვეფხვის სჯობს დაძინებული, ოჟა ჯურხაის ფარზე და მემრე სჯობს უღელი ხარი, ბრუნავი კალობანზე და წასვლა სჯობს წარმოვალისა, შადგომა მტრისა კვალზე და წასვლა და მოსომშვიდობი თავის ამ ნაფუძარზე. მემრე სჯობს ძველი ანდაზა, ვიცი ხდის თავის გვარზე და მემრ ყველას ერთად სჯობია მზე საქართველოს ცაზე და ბავშვებო, არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ. ხალბატონო ქეთევან. ძალიან დიდი მადლობა. ხალბატონი ქეთევან მოგზაურობ, ხალბატონო ქეთევან მოგზაურობ. მადლობა ძალიან და ჩემი სული ყოველივით მომხონდა თქვენთვის. გაიხარე. მე მიყვარს დოდები ჩოხელი. სულოლიოდი წამითაც შეგაკონებ მამა გიორგი გუგუშვილს მინდა ვთხოვო დავუცოს ეს არაჩვეულებრივი ბავშვები და ერთგვარად შეაჯამოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც და ბოლოს გოდერძი ჩოხელის ლექსი შექმნილი სიმღერით დავამშვიდობოთ ერთმანეთს. მამა მარტო იმას შევთხოვებას, რომ როგორც გოდერძის უყვარდა თავისი სამშობლო, გოჯა თავისი მამული, თავისი მამულის წყალი, მცენარე, აი ყველა ქართლის რუსები უყვარდა რა ერთს კეთილი რომ ამას პირველი წიგნი შემოგვიყვება დაიწყო მოაწყდა վերა პირველი კითხვის წამყვანს და ასე და საფრანგეთის კულტურაში რაღაც მოხდა. კეთილი საფრანგეთის კულტურა მარტარიელი მოხდა. ფერისოებისას მასშტაბური ფაზი არის. ესეთი ისა რომ გლობალური ნათლისა აგრილური და გლობალური ნათლისა სულიწმინდა იყო რომელიც მასშტაბური და გოდერძი იყო ღვთისმადლი ცხელი იყო და ეს იყო მათემატიკური გლობალური ქვეყანაზე იყო რომელიც გამაგრებული და ღვთისმადლი აღავსე. მე კიდე იმას ვთქვი, რომ პირველი ციგნის კითხვისას ხუთი ბავშვი ხავდა და ერთი ყოველი სიმღერა. თუმცა ბავშვებს თავიანთი სიცოცხლის გამო გაუცდები ხანდახან უცბად ეკითხებოდნენ მასზე და დღეს შემთხვევით არაფერია და ეს უკვე შემოგვიანდა რომ ეს არის მეფე მირიანისა და დედოფალ მინონას მოსასწრებელი კოლექცი იმ საუთლუშია განსხვავებული სადაც ამორი წმინდა მეფისა და დედოფლის სალონი არის. და შემთხვევით მეუხლი ფლისენაში რომ დაგუცოს თქვენი სამშობლო. გაუძლიეროს და ეკლესია ყველა ქართული. მართლა დაუცოს ჩვენი
ჯვირფასი გოდერძის ულამაზესი ოჯახი ხალხური ნინო უკანონიკა ღმერთთან ჩამთერდა სიტყვით ხალხთან ყოფნა გადაძლიერებული ხალხური ნინო თავისი ლამაზი ოჯახი და სუპარული დაღლოცით გადახარდა ესეთი საცხოვრებელ დროებებთან არ მოყოლოს და გამოდიოდა სწავლის ჩვენი სამშობლო გოდერძის სამშობლო გამოიწვია იმიტომ რომ გოდერძის სამშობლო ამ სამშობლოში მაგრამ და ბოლოს ტექსტი გოდერძ ჩოხელის მუსიკა დავით ერესელიძის სულის პეპელა ასრულებს ანსამბლი ოპორი დაგემშვიდობებით მადლობა იზოლაცია